სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველა სახალდრიას გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. დღეს ვიფიქრე ამ ლომებით დავიწყებ ვიდეოს. იცით ესენი ოჯახის გიჟიშვილები არიან. ერთი გიჟია, ესეც მოგვიანებით შეუერთდა ოჯახს. ესეც გიჟი გახდა. ამათ გავს, ეს სულ გიჟია. ეს კიდე იმაზე უარესი გიჟია. ჩემს გვერდითაც გიჟია, მხოლოდ ერთი ჭკვიანია. კარგი ახალგაზრდებო, დამშვიდით. ერთი ჭკვიანი გოგო მაგიდასთან მოვიდა. ნორა, მოდი. კარგი, ჰეი. დამშვიდი, ჰეი. ესენი იცი რას გიზამენ? კაცს გრილზე შეწვავენ. შეწვავენ და შეჭამენ. ძმაო, ესენი კაცს შეჭამენ. კაცის წინდით პირს მოიწმენდნენ. აი ასეა საქმე. ესენი იცი როგორები არიან? ესენი სულ გაგიჟებულები არიან. მეგობრებო, დღეს ჩვენი თემა რა არის? აჰა. საყვარელო. ჩემო საყვარელო, ჩემს ლამაზ გოგონებს. მომისმინე ჩემო ერთ-ერთო. საყვარელო, ჩემს ოთახში ჩემი გოგო მყავს. ჰეი. ჰიჟებივით ნუ იქცევით, მოდი. კარგი ბიჭებო, დამშვიდი, ცოტა დავშორდეთ აქედან. ეხლა თქვენთვის სუდი ამბავი მაქვს. იცით რომ ავად ვარ. მარჯვენა ყურით აღარ მესმის. მარჯვენა ყუშის სმენა აღარ მაქვს. ესეთი ავად გავხდი. მარჯვენა მხარეს დამემართა. მარჯვენა ყურის არსმენის ყველაზე კარგი მხარე ისაა, რომ ეს ყვირილის ხმა ეხლა ნაკლებად მესმის, არ ვიცი თქვენ როგორ გესმის. ამ ხრივ ცოტა ნაკლებად მესმის, ამაზე ბედნიერი ვარ. თავი აღარ მткиვა ასე ძალიან. შოგისგან ცოტა კიდე მაქვს შეშუპება, ორ დღეში ძალიან შევიშუპე. ძალიან ცუდად ვიყავი მეგობრებო. დღეს რას გავაკეთებთ? ჩვენი თემა რა არის? იცით, დიდი ხანია დესტანებს არ გამოვყოფ. ბოლოს ავად იყო. დღეს გაჩვენებთ დესტანების ბოლო მდგომარეობას. დიდი ხანია ბაღში არ გამიშვია ისინი. ანუ ძალიან გაიზარდნენ. მაშალა. შობიარობის ოთახში იყვნენ. ეხლა უკვე წინა გალიებში გადავიყვანეთ ისინი. მალე გაჩვენებთ, ვენებთ. საოცარი განსხვავება. დღეს ისინი წინა პლანზე ვიხილავთ, მაგრამ არგენტინის ნამდვილი შვილი მოვიდა, ნახე? ლომის ნაშიერი. მაშალა ჩემს შვილს. სიდიადე. დგომა. დიდებულება. დიდებულება გეყოფა კაცო. რა კაცი ხარ ესეთი? მოიცათ, აი ისინი მოვიყვანო და ცოტა გავაღიზიანო. და ისინი მამას გავაღიზიანო. მოდი აქ, თხებთან, მოდი. ეხლა ნახე, ეს თხის მტრული დამოკიდებულება. სხვები ვირის მტრები არიან. ეს თხის მტერია. გაიარეთ, აი ისი. და ისინი, მოდი. მოდით რა ხო, დიდი ხანია თხებთან ერთად არ ყოფილა, მოიცადე ზეინებ. არა. თხებს რას უზამს? თქვენც გთხოვთ, ნუ დამაღალატებთ. გააკეთეთ სიკეთე, ნუ დაიზარებთ. ძალიან ბევრს ვითხოვთ თქვენგან. ამ ვიდეოს ერთი ლაიკი დააწეკით. ერთი მოწონება, მოწონების დაჭერა. ლაიკის დაჭერა, კომენტარის დაწერა. ფურით ხო არ არის მეგობრებო, ცოტა მხარი დამიჭირეთ. კარგიც კომენტარი დაწერეთ, ემოჯი, რამე ასო, რამე დაწერეთ. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. შეხედეთ ამას. ეს ხო გოქანმა გააკეთა. მანქანაში ჩავდებ. წყეში წავიყვანო, ნახე. ყოველთვის მგელზე ვლაპარაკობ, დათვზე ვლაპარაკობ, ხო? დატოვე მგელი და დათვი. ლომი მოვიდეს, ვეფხვი მოვიდეს. მე არაფერს დამიშავებენ, იცი? ეს კი წყლის ქვენასაც კი დაახჩობს. ყოველთვის დაგარჩობს, ძმაო. შვილო, თუ აქ ჰიპოპოტამია, ის შენ ხარ, მე ხომ არ ვარ. ჩვენ ვამბობთ, რომ შენ ხარ ის ჰიპოპოტამი. ლამაზად ილაპარაკე, თორე ახლა ვექცემ. მოდი. ტაისინ, მამა, მოგენატრა ბონჯუკი. ტაისინ. ტაისინ, ჩემო ტაისინ. თხების მტერი ტაისინ. ტაისის ქით უტყამს. ბონჯუკს ხედავ? ტაისინის კა უღივსო, ხოჩახ ბონჯუკს. რა მოხდა, რაქიე? რაქიე, მისე მთლად ტალახში ამოიგანგლა. ეხლა რა მდგომარეობაშია? გოქან ძმაო, დილით თხებისთვის ბალახი მოგრიფა. კარგ ბალახს საჭამამად. მითხრა ძმაო, თუ საძოვრად ვერ უშვებთ, მოდი ფეხებთან მიუტანოთ პაკეტით. აქ ბალახი ჩაკარა, თხებმა დღესასწაული მოაწყვეს. ტაისინ, მამა, მოდი. მოდი, ტაისინ. დოგოები ჩვეულებრივად სანადირო ძაღლები არიან, შეიძლება ბევრმა არ იცის ძმაო. ესენი ჩვეულებრივად სანადირო ძაღლები არიან. არგენტინაში ასია. ბონჯუკს შეხედე ძმაო, მამართლა რქას უთყავს. არგენტინაში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში მათ იყენებენ ღორების, პუმებისა და სხვა ველური ცხოველებისგან დასაცავად. როცა უყურებ, ძალიან ძლიერი, ათლეტური და მოქნილი ძაღლები არიან. მაგრამ ჩვენი ტაისინი უპირატესობით და დამჯერი ხასიათით გამოირჩევა. დაიცადე, ვიზზე გაბრაზდა ის. როგორც კი თქვი, მაშინვე ღრენა დაიწყო, ხედავ? ამიტომაც არავის ერჩის. ტაისინის კუდი ისედაც შოლტივითაა. შეხედე, კაცს 1 მეტრი კუდი აქვს. ტაისინმა ბონჯუკისგან მიიღო დარტყმა ძმაო. ბონჯუკი კი არის, მაგრამ ხედავ გოქან. კბილებს როგორ იცავს.
ვაიმე ბონჯუგ ნამდვილი კაცი ხარ შვილო. მართლა კაცი ხარ. შენს კანდაკებას რო დადგამე ბეტონი არ ეყოფა შვილო. მოდი ახლა ტაისინ ბაბას გამოვიყვალოთ. ტაისის ნახე აი ესე ნაზად ტუჩლო გაუშვებ. მერე თხების მტრობას იწყებს. ტაისინ. რას ამბობ ბიჭო ისინი? რას ამბობ ბიჭო ისინი? რას ამბობ ბიჭო ისინი? ჩემი ასლანი ხარ შენ. გიждები ამ ასლანზე, მაშალა. შეხედე ამ ღირსებას. ვაი, ვინც ხედავს გაკვირვებულია. ამბობენ ეს რა დოგოა? ამოდი აქ შვილო. ამოდი ხალხმა შენი ღირსება ნახოს, ამოდი. ამოიწია ცოტა, აქ შეხედე. წინა თათები დადე. ჩემი მოდელი ხარ შენ შვილო. ვაი. წინიდან გადაიღე მალე. მალე ეს ღირსება გამოჩნდეს. ღმერთს გეფიცები. ქანდაკებას გავს ბიჭო. მართლა ქანდაკებას გავს ეს. ეხლა ტაისინ მამას გავიყვანოთ გარეთ. უცელშიც მომეშალა. მარლასაც არ უშვოთ, მოდი მარლაც გაუშვოთ. მარლას მძუნაობა არ გადაუვიდა. მოდი შევამოწმოთ. ზოგადი შემოწმება ჩავატაროთ. გადადი შვილო. ეხლა ტაისინ მამა უკვე თავისუფალი ხარ შვილო. იზბინე აბა, იზბინე. მაშალა, ჩემი ლომი ხარ. გაჯერდი. ჩემო გოგო. აი ნახე ესენი. ჩემზე არიან შეყვარებულები, ხო ვიცი? არა მართლა. შენ როგორ ფიქრობ, მამრი ძაღლია თუ მდედრი? მდედრია ძმაო, მდედრი არა. რატო? მდედრილეკვები უფრო ერთგულები არიან, მამრი ყუს არ გიგდებს, ერთგულია. ნახე როგორ მიმიღო. ხედავ? ოჩარ შემობადგნა. ეხლა ბეწვი დააყენა, ვის დაესხმები სინდი? ნაცუდა რომ მოდი ამ დედოფალს გაუშვოთ. მარლა მოდი. ეხლა რო გაუშვებ, გავიგებთ. მარლა მოდი. მარლას რო არ უყურო შეიძლება? ზეინო. არა არ გაბედა. ერთ წამს მარლაზე დახტომასსა და კაცო. ხო, ფრთხილად, ის ჩვენი დედოფალია. ეს სინდი ვისი შვილია გოქან? შენ არ თქვა, ვნახოთ ვინ გამოიცნობს. გადაიღე ის სინდი. ის ხვითელი ხო არის სინდი, ოქროსფერი რო გავს. ვისი შვილია ვნახოთ, ვინ გამოიცნობს. კომენტარებში მაინტერესებს. ნახოთ ვინ გამოიცნობს, კომენტარებში დაწერეთ ძმაო. მართლა დიდი ხანია ვინც მიყურებს იცის მეგობრებო. მართლა გადაიღე ბიჭო ლომები გოგხან. გადაიღე ისინი მიუახლოვდი. მამული ერთხელ მაინც ნახოს ღირსება. გენაცვალე შეხედე ამ კაცს რა სიმაღლე აქვს. გენაცვალე შეხედე მაშალა შვილო. ჩემს ლომებს შეხედეთ. რა ქარიზმა აქვთ. ლომები მარცხნივ ჰადესი, მარჯვნივ სოფია. მაშალა ჩემო ლომებო. ესენი მართლაც მაგალიები არიან. მეგობრებო, იცით რომ ჩემმა ლომებმა ავადმყოფობა გადაიტანეს. მეგობრებო, სამწუხაროდ ჰაიდუტი დავკარგეთ. ამჟამად ერა ჩვენი გოგო ალხამდულილlah ცოცხალია, მაგრამ ის ცოტა უფრო პატარა და სუსტიც დარჩა. ავადმყოფობა მძიმედ გადაიტანა. ეხლა ის მშობიარობის პროცესშია. სოფია, ჩვენი გოგო, ჯერ კიდევ სრულად არ გამოჯამთელებულა. თვალებში ჯერ კიდევ ცრემდენა აქვს. ამჟამად მაშოლა მათ შორის ყველაზე კარგად დესტანია. ამიტომ ეხლა მხოლოდ დესტანს გაუშვებ, უბრალოდ როცა დესტანის თვალებში უყურებ, გოქან მის მომავალს ძალიან ნათელს ვხედავ. არა. ზბაო, ეს ძალიან გიჟური და ენერგიულია. რაღაც ძალიან გიჟური მოხდება. რას ამბობენ? ისევ გააკეთე, ანუ გიჟურად მოიკეცი. მისი მამაც გააკეთე, გიჟურად მოიკეცი. მამა გიჟურადა, დედაც გიჟურადა. დესტან მოდი შვილო, შენ გაჩერდი 1 წუთით. დესტან მამა შეხედე ამას, იქამდე მივიდა საქმე. რა ხდება შვილო? ნახე, ერთი მანიაკიც ეს მოდის. დესტან ბაბა, ოლე! დესტან, მამა, მოდი აქ, მოდი. ნახე დესტანი, რა დიდი გახდა. ჯერ მხოლოდ 4 ნახევარი 5 თვისები არიან. ღმერთს ვენაცვალე, რა კარგები არიან. ნელ-ნელა დესტანს ვარჯიშებსაც დაუწყებთ, მეგობრებო. მის მომავალს შესანიშნავად მომამზადებთ. სრაფი და ძლიერი იქნება, სრაფი. მაშალა ჩემ შვილს. ხედავ? მოდი, ჩაგეხუტო. მოდი დესტან. დესტან ფაშა. შენ თუ ერთხელ ჩაეხუტები მას, მაშინ ნამდვილად ნახავთ როგორია სინამდვილეში მეგობრებო. თუ შეუძლებ დესტანის დაჭერას, რა თქმა უნდა. მოდი დესტან. მოდი შვილო. ბავშვის გამო დაგვივიწყა, ხო იცი? არ მგონია რომ ის მათზე მოიწყენს. იმიტომ რომ ავადები არიან. ამიტომაც ეხლა ხან პირველად გამოვიდა, ხო იცი? რომ იცნოს ერთი ადგილი, შეეგუოს, შეეჩვიოს. იმედია ზეინა მას არ დაესხმება თავს. გონია რომ ცოტა ზეინა თითქოს მას იცავს, მაგრამ თითქოს დაესხმება კიდეც. იმედია ასეთ შეცდომას არ დაუშვებს. უფრო მეტიც გითხრა რა, მოდი ზეინა დავკეტოთ. ზეინა, მოდი. სად არის ჩემი ზეინა?
მოდი შვილო. დესტან ფაშა. ზეინა დაუკეთო ჯერ. ნახე. დესტანი ხველებას იწყებს. ვაიმე. ნეტავ რამე გადაყლაბა. აიცა. ალბათ მართლა რაღაც გადაყლაბა. იმიტომ რომ გალიაში ხველება ან რამე მსგავსი არ ქონია მეგობრებო. ზეინა გინდა რომ წაგიყვანო შვილო, მარლა უკვე გაუშვით. მარლა ხო აღარ შებრუნებულა გალიაში. პური უპოვია. ის პური ვინ დამალა იქ, დესტანმა პური იპოვა და მიდის. დესტან მოდი. დესტან მოდი. მოდი შვილო, მოდი. მოდი ბიჭო ერთი ჩაგეხუტო. გერნომე. სუდი ბიჭი. კაცი ჩვენ გაგარბის, ნუ ერევი მაგ საქმეში. ხელში ავიყვან. ნუ შემოიყვან მაგ ბავშვს აქ. მოდი აქ, მოდი ნახო. ჰოპალა. აი შეხედი აქ. მაშალლაჰ, დესტანო, მეგობრებო. დიდი გახდა. ღმერთმა ჩვენი შვილი ბოროტი თვალებისგან დაიცვას. თქვენც ნუ დაიშურებთ, მაშალლაჰს. მისი განვითარება როგორც ხედავთ ძალიან კარგია, მაშალლაჰ, 10-იანია. მართლა 10-იანია. რა დირმბეში რა ვარა? შვიდობა, მაშალლაჰ ჩემ შვილს. ჩემ მხოლოდ 4-დან 9 თვისა. ნახე თითქმის ნორას ხელა უკვე. დესტან მამა. მაჩვენე შენი ტანტური, მაჩვენე. ჰექტორ მამაც გამოვიყვანოთ იქ. ჰექტორიც მოვიდეს. ალექს, შეხედი, ალექს. დესტან, არ მივახლოდი ალექს. ის შეშლილი შეიძლება დაესხას თავს, ვერ გაიგებ რა სიზამს. ჩვენი ალექსი ცოტა გიჟია. ჰექტორი, არა, კარნუსი. ჰექტორი გამოიყვანა იქნებ. ღალაშინი ხსკაშტენ რეჟი გახურჩი ხარ. ჰექტორ ბაბა. რა? სად მიყავარ? ამბობს რომ ბაზარში წაგიყვან, კაფეში და ასე შემდეგ. ვიჯდებით, სავაჭრო ცენტრს დავათვალიერებთ და ასე შემდეგ. ესეთი გეგმა მაქვს. ჰექტორ ბაბა სავაჭრო ცენტრში წასვლა უნდა და ეს ჯაჭვი არ მოუხდა ამას. ეხლა მოდი ვნახოთ ჩემო ლომო. დესტანმა ჰექტორ ძმას ერთხელ შეხედოს. ნახოთ დაიჭერენ თუ არა. დედე გაგიჟდება გოქან. დედე ხო იცი დედე? ეხლა შეტევაზე გადავიდა. ნახე კარნუს შეხედე. კარნუსი, ნუ ეჭვიანობ შვილო. დესტან მოდი. მოდი ფაშა. ძმაო, ჰექტორ ბაბა ხო იცი ძალიან განსაკუთრებული ბავშვია, მაშალა. ამ ქარიზმას შეხედე რა. იაგუარია, ნამდვილი იაგუარი. გეფიცები ტყეში რო წავიყვანო და შორიდან დავინახო, ვერ ვიცნობდი. ვიტყვი ტყეში იაგუარი მოვიდა თუ პულა მოვიდა თქო. მაშალა ჩემს ლომს. ნახე ნორასთან გვერდა. ესენი უკვე ნორასთან დავაწყვილე. მოდით ვნახოთ, როგორი ლეკვები გამოვა. ძალიან მაინტერესებს მეგობრებო. ორივე, ხო ხედავთ, გვერდ არიან, საოცარია ძმაო. შეხედე აქ. ღმერთო. ესენი ქარიზმის ნამდვილი შვილები არიან, მოდი ვნახოთ. დესტანი არ მოდის. მოდის. იმ დესტანს შეხედე რა გიჟი ბიჭია ეს. მაშალა, ვაჟკაცო. კარგი ჰექტორ, დამშვიდი. ვაჟკაცო, ძალიან უკაჩო. მოდი. გელბა. ერთი წუთით. მოდი. ჰექტორს პილფერობა დაუწყო. მოდი. ჰექტორ ბაბა მაშინვე ამბობს, ეს ტერიტორია ჩემიაო, მიწას უტყამს და ბალახებს თხრის მეგობრებო. მაშინვე ამ ტერიტორიას თავისად მიიჩნევს. აჰა, ტაისინი გადაიღე. ტაისინიც მარლას უკან დადის. შეიძლება მარლას ქალიშვილს ჯერ არ გადაუჭარბებია. ტაისინ მარლასთან შეჯვარებაზე არც კი იფიქრო. შენთანაც არ გვინდა პრობლემები, შვილო. მართლა. ტაისინ, ნეტავ ბერცი არ ყოფილიყავი, ხო იცი? წარმოიდგინე ტაისინ. დედეს? ქვემოთ იყურე სიჩქარის დრო. წარსული გვერდზეა. მის ქვემოდან იყურება. უთხრა ნუ ხარ უჩი ჭკვიანი იყავი. მოდი ერთი ჰექტორ. მოდი. ჰეი, დავშვიდით. ჰექტორმა რატო დაახველა ასე მეგობრებო? მოიცავ ნახო შვილო. მოდით ასე დავჯდეთ. მოდი ჰექტორ. ერთი წუთით ნუ რა მოიცადე. ნუ ეჩვიანო, მოიცადე. ეხლა მამრი ძაღლებისთვის ყველაზე დიდი სირთულე ესა, როცა გარეთ გამოყვან. ყოველ ნაბიჯზე მოშართავს, ყველაფერს დაყნოსავს. აიგე? მამრი ძაღლებს ასეთი პრობლემა აქვთ. დედალი ძაღლი კი
ღმერთმა დალოცოს. მოვიდა და ბავშვი ჩამიჯდა კალთაში. ჩემი ლამაზი გოგო. შენ ძალიან გიყვარს მამიკო. დედე მოდის? დედე არა. ბაბუ არა, დესტანას დაესხება თავს. დესტან იქ არ წახვიდე. დესტან იქ არ წახვიდე. ამან. დესტანი ეხლა არ იცის რა გააკეთოს. დედე შეიძლება მასზე მიიტანოს ხელი. დედე ისედაც გუში მეგობრებო პატარა კამათი მოუვიდათ რაღაც პრობლემის გამო. თავი დაიზიანა. მამალი ძაღლები, როცა მათთვის დგება პერიოდი, ძალიან საშიშები ხდებიან. ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, ერთი ტონა პრობლემაა ძმაო. ნახე. მაშალა, ჩემი ლომი ხარ. ანატოლიის ლომი, ანატოლია. მოდი აქედან გადავიდეთ. მოდი აქ. არა, დედე, არა, დედე. ვაიმე. დაისუნით სწავლა შეუდგა. გაჩერდი. ყავა არ გააკეთოთ, გაჩერდით. კარგი შვილო, დამშვიდით. გამოვიყვანოთ ჰექტორი. რინ დაყარა ეს ხუთები შვილო? ალანის საქმეა ეს. ის ხუთები მე შევაგროვე. მოდი დავწვათ ისინი გოგან. ჰექტორ ბაბა, ეხლა გაგიშებ შვილო. კარგი, კარგად ირბინე, ენერგია დახარჯე. მიდი. ჩემი ლომი ხარ. ღმერთმა ქნაზე ხა ტაისუნი მამა არ გამოხდეს და არ მოვიდეს. ჰექტორ მამა ოლეი. ნახე მუცელი ასტკივდა, ხედავ? ძაღლებსაც ასე. ხანდახან ბალახის ჭამა უნდათ, მეგობრებო, თხებივით, ცხრებივით. ბალახის ჭამა უყვართ. ნეტავ ამათ კარლოსთან შევარიგოთ. ორივეს ბაზარში წავიყვანდი. მაშინ ხალხი ბაზარში ლომს ნახავს, ლომს. მაშალა, ჩემშვიდს. მოყევი სუსლო. მოყევი სუსლო, მოყევი. სუსლო. იქ პირდაპირ ბალახების უკან. სუსლოს მეგობრები გამოდიან თაგვების დასაჭერად. ცოტა თაგვების დასაჭერად. მოსწონს ნადირობა. იქ მიდის თაგვებს ნადირობს, ისეთი გიჟური ხმებით. მოდი ჩვენ შიგნით შევიდეთ. ჰექტორი აქ გაერთოს. ჰექტორ, მე მივდივარ. ჰექტორი მოწყენილია ძმაო ბალახს ჭამს, ნახე. ხასიაძე არ არის ეს კაცი. მანქანისი ხო არ გადახტება? მანქანისი ხო არ გადახტება? კარგი, მოდი შევიდეთ შიგნით. ჩვენ აქ ვართ ისედაც. მთელი ჯგუფიც კართან შეკრებილა, ესენიც გასვლას აპირებენ. ვიული ტაისი, დესტანი რას მიაქვს ბიჭო? სუდი დესტანი. დედე შეხედეთ ეხლა. ამჯერად დედესაც მარლას გოგოსთვის არაფერი გადაუცია, მეგობრებო. ერთხელ ჯეგის უყურებს, ერთხელ მარლას უყურებს. ფრთხილად. ესეთი დაშიფრა არ მინდა ვნახო. თურქეთი ამისთვის მზად არ არის. ჩვენგან არც ერთი მზად არ ვარ ძმაო. ბაბუა ზუსტად ესეთი დეკანი მსგავსია. შეხედე მის ბზერას. ამჯერად ტაისის ესხვის თავს. ბაბუა ჩვენად მოიქეცი. ესენი მეგობრები არიან, ჩითირი ჯეგის სტერილიზაციას გაუგეთებ. კაშიკი ვისთან დაწყვილდა? ჩითირი ჯეგი. ის თუმარი ძაღლებიც იყვნენ ხო გახსოვს? ისენიც მანქანა მობის ერთი წუთით მოიცადე. ჰექტორი სად არის გოგან? კიდე ვისთან დააწვილე შვილო? კიდე ძაღლებიც ხო იყვნენ. კარგი, ისენიც ისედაც სტერილიზაციას გაივლიან ძმაო. ისენი სხვა ამბავია. წასულზე არ გეკითხები, ჩვენს ეზოში მყოფზე გეკითხები. ჰექტორ ბაბა, შენს თითქოს საბალახოდ გამოგიყვანეთ ბიჭო, მართლა თხები ძაღლები ვიძოვენ ბალახს. მოდი ჰექტორ. ჰექტორ, მოდი, არ გაიქცე, მოდი. მოდი ბიჭო. კარგი, ეხლა წადი, წარმატებებს გისურვებ. წარმატებებს ტაიფუნ ძმაო. მოდი ჩვენ ალასკენ მივდივართ. ის ჩვენ უკან გამოყვება, ხო იცი? ალასკენ. სეირნობა გეზარება. ზარმაცი ვარ. ნუ ზარმაცო, მოდი. თუ არ იული, ის კილოგრამები როგორ დაგეკარგება? ირბინე ჩემო ლომო, ირბინე. ბალახებში რა კარგად დგას. მოდი ერთი. ჰექტორთან ერთად დილის ვარჯიში. ჩვენი ვარჯიში აქ თავდება, საკმარისია. ორი ნაბიჯი გადავდგით, საკმარისია. მეტ ვარჯიში საჭიროება არ აქვს. არავინ არის, ხო ასეა? რო ხავს არ შეეშინდეს. ჰექტორ ბაბა, აჩვენე ის კანიბალები. ტაისინ, თქვენც მოდიხარ, ტაისინ. არამზადა ტაისინ, აქ ისევ გაგიჟდა იქ. მარას ტაისინი აიგებს, ოი. ჰექტორ, მოდი ერთი წუთი ჩვილო. ჰექტორი წამოვიყვანოთ. სარი შემოდი ძმაო. დისკში არ შევიდეთ. შვილო, ჩვენ რაც უფრო შორს მივდივართ, ალაც უფრო და უფრო შორდება მეორე მხარეს.
კარგი, მოდი ეზოში მოდი. წავიდეთ მაშინ. მადლა ჰექტორთან გვერდიგვერდ ყოფნა არ მინდა. არა შვილო. არა შვილო. არა შვილო. დაიცადეთ ჰექტორი შეიძლება ტაისინს დაესხას. ტაისინი არ უყვარს. ვაუ, დღეს არავისთვის არაფერი უთქვამს. მაგრამ ამჯერად ტაისინი დაიწყო საუბარი. ტაისინი რა კარგად ეწყობით შვილო, ნუ აურევ საქმეებს, ორივეს დღეში წაგიყვანთ, ნახე. კარგი ტაისინი. ტაისინი აღარ არის. ტაისინი ორივეს დღეში წაგიყვანთ. ტაისინი ფერგუსი ხარ. კარგი შვილო, ჩხუბი არ იყოს. არა. კოი. არა, ჰეი. აპოლო აგიჟებს, ნახე. ჰეი. კარგი. დამშვიდი. მოიცადე ერთი წუთით. მოიცადე ერთი წუთით. ჰექტორი გაგიჟდა მეგობრებო. აპოლო არა თქვი აპოლო. იცადე. აპოლო გაგიჟდა უკვე. მოიცა სწრაფად გადი აქედან. აპოლო არ დაგინახოს. კარგი შვილო, ერთი წუთი, ა? დამაგდებთ ახლა. გამეცალე გზიდან. მოდი. დესტანი. რა კარგად დარბი ხარ ბიჭო. რა კარგად დარბი ხარ ბიჭო, ჩემი შვილი. ემან. რა მოხდა ასე? დაიცადე. ჰექტორი ცოტას და ტაისინს ეჩხუბებოდა. თან იმ დროს არ უყურებდი. კარგია რომ არ უკმინა მართლა. ჰე. დაიცადე ვნახო, კიდევ ერთხელ წავიყვანო. მაგრამ ტაისინიც ახლა თავის ავტორიტეტს ამყალებს. ორივე მაშინვე ლიდერობისთვის იბრძვის. ღმერთს მადლობა რომ არ დაიჭირა მართლა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჰექტორი ძლიერია თუ ტაისინი? მე ტაისინს ვამბობ. კომენტარებში გელოდებით, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჰექტორი უფრო ძლიერია თუ ტაისინი, მეგობრებო? მოდით ნახოთ, ვინ უფრო მეტ ვარაუდს გამოთქვამს. რა თქმა უნდა, ამას ვერ გავიგებთ. ჩემი აზრით, მე ტაისინს ვამბობ. როგოვები ცოტა უფრო სწრაფი და მოქრილი ძაღლები არიან, ძალიან სწრაფები არიან, კანეკორსო ამის ფონზე ცოტა უფრო მძიმე და მოუქნელი ჩანს. და როგორც მე ვიცი, თუ არ ცდები ხო ასე არას? როგოვებს კბენის ძალა უფრო მაღალი აქვს, ასე ვიცი. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილებასთან დაკავშირებული რამეა. გადადი ჩემო ბიჭო. მარა თუ იარა ძმაო. ჩემი ბიჭი კარგად ვასეირნეთ დღეს. ჩემი ლომი ხარ. ნახე როგორი გალია გააკეთა გიოხან. გალია ვიწროა. სად წავიდა დესტანი? მარლა, კიდევ ერთხელ შეგიყვანოთ გალიაში გოგო. შენს გონი ასე ფარულად შეცვლილდები. ჰეი მარლა. მარლა, მოდი მარლა. აქ დავჯდეთ მარლა, მოდი. მარლა, მოდი. მარლა, გადი. გადი ჭკვიანი გოგო, მოდი ჩემთან. დედესთან შეგაცვლილებთ. იმ ბაბუას მარჯვნივ მარცხნივ მოძრაობა შესამჩნევია. კიდევ რამდენიმე დღე შენ ჩაკეტილი დარჩი. მოდი აქ, მოდი აქ. დესტანი საერთოდ არ გვაქცევს ყურადღებას, ძმაო. დესტას სირბილი და თამაში უნდა. ითამაშოს ჩემმა ლომმა. ნელ-ნელა ვარჯიშსაც დავიწყებთ. ეს რა არის, ა? თაგვი მოუკლათ. დესტანმა ისევ წაიგო თაგვი. მოიცადე. ეს უსინდისო, ერთხელ უკვე შეჭამა თაგვი. მოიცადე. გიოქან, ეს თაგვია შვილო. დასაკეთება გიოქან. გიოქან, რა საკეთებ აქ? ლაშ, ეს გიოქანისთვის კომპლიმენტი გამოვიდა. მოდი აქ და სხვა არაფრის ილაპარაკო. მოდი ეს გადავაგდოთ. გული ამერია. იმიტომ რომ ხავს უყვარს, უფრო გამოცდილი ხარ. ადრე გაგისინჯავს. ესე იგი მოგწონს ეს. ამიტომ მილჩევ ამას. ხო ასეა? კიდევ ერთხელ მოგწონს. მოდი ეს აქედან მოვაშოროთ. ღმერთმა იცის, ეს თაგვი ვინ დაიჭირა. ძალიან გული ამერია. გოგხან, მოდი ეს ხელი შენზე შევიწმინდო და მერე მოგეკარები. მეც კი დგას ფეხზე რომ დალიოს დაეცემა. რა უკნა ზუგს უკან ხო არ ხედავ შენ. დალიოს დაეცემა. ბიჭო მე დავანგრიე ეგ გალიები. შუდები. მოდი დესტან, მოდი აქ. მოდი შიგნითაც შევიყვანოთ. დესტანი. მოდი დესტანი. მოდი დესტანი. დესტანი. ქათმის მტერი დესტანი. ნეტა ვისევ გააგზელებს ქათმებზე თავდასხმას. ან იქნებ გაჩერდა. ნეტა ვისევ გააკეთებს. თუ ცოტა უკან დაიხევ. ეხლა ახალი მოყვანილი ფერმერები ვეღარ გაიქცევიან და კიდევ ეხლა გაიზარდა. სასწორისავი თამაშია. შეხედე ამ პირს. ამჯერად ჰისივსი მოკლავს გეფიცები. ესთან რისკზე წავიდე თუ არ წავიდე შვილო. სიმპათიურო. მაგრამ ძალიან სიმპათიური გახდა, მართლა ჩემი სახე, ფიზიკა, ყველაფერი, მაშალა, შესანიშნავია, მეგობრებო. კარგი, აღარ შევაწუხებ. ამ რისკზე ხა წასვლა არ მინდა. უთხარი რომ
როცა ხმა ამიმაღლდა, მაშინაც არ მომისმინა, არ მოგვისმეს. მოდი ამ რისკზე საერთოდ არ წავიდეთ, მეგობრებო. დღესაც გადავსვიტე, რომ ტესტამ ბაბას მდგომარეობა გაჩვენოთ. სხვა ძმასაც ცოტა კიდე მოუვლი და მერე გაჩვენებთ. ისიც ახლა ჯერ კიდევ უნალობობის პროცესშია, შიგნითაა, მეგობრებო. ის ამათან შედარებით ცოტა უფრო პატარა დარჩა, მაგრამ დანარჩენები ალხამდულილა ცოტა უკეთესად არიან. ტესტანი ახლა უკვე კარგადაა, ალხამდულილა, პრობლემა არ აქვს. მის მეორედაც აი თვალები ისევ ცრემდება. ინშალა, მალე ისიც გამოკეთდება. ყველაფერს ვაკეთებ, რაც შეგვიძლია. მიყვარს. არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იყავით, ნახვამდის. ჯამწელად იყავით, მეგობრებო.